რა ენერგიებში იქნებით უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, პირად ურთიერთობებში, ფინანსებში, ჯანმრთელობა, რჩევები თქვენთვის და ზოგადი ენერგია. იფიქრეთ საკუთარ თავზე, ნახოთ ზოგადად რა ენერგიებში იქნებით უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. შეგახსენთ, რომ ვიდეო აქტუალურია და რეზონირებს მაშინ, როდესაც ის შეგხვდებათ, არ აქვს მნიშვნელობა დროის რა მონაკვეთში შეგხვდებათ. დავიწყოთ ზოგადი ენერგიების აღწერით. ზოგადი ენერგიებში გაბრაზებულები ჩანხართ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში რაღაცაზე ძალიან ესეთი გაღიზიანებლები და თითქოს პირობებს აყენებთ და გაჯიუტებულები ხართ და იძახით, რომ არა, ეხლა ისე იქნება, როგორც მე მინდა, მე დათმობაზე არ წავალ, შეიძლება საკმარისზე ბევრი ითმინეთ, საკმარისზე ბევრი იტანეთ და ეხლა უკვე პიკზეა ეს ყველაფერი და ხელში ამოგივიდეთ და იცახით, რომ არა, ეხლა ეგრე ვეღარ გავაგრძელებ ცხოვრებას, ან ურთიერთობას, ან სიტუაციას, როგორც იყო, უნდა შევცვალო. მე აღარ მაწყობს და თქვენი პრეტენზიები და პირობები გაქვთ. შესაძლებელია სავსებით სამართლიანიც არის ეს თქვენი მოთხოვნები. აქ ხედავ, აი რაღაცას ელოდებით ერთი კვირის განმავლობაში, რაღაც მოქმედებას, რაღაცას შედეგის დაწყებას და არა და არ მოვიდა ეს შედეგი და მე უკვე აი ხვდებით, რომ თქვენ თუ არ იმოქმედეთ, თავის თარაფერი არ დაალაგდება ამ ერთი კვირის განმავლობაში და მოგიწევთ გაწყვეტილებების მიღება. რაციონალურები ხართ, ციებები ხართ, კაცრები ხართ, უკვე აქ გული და გრძნობები ნაკლებად მოქმედებს და ემოციებს ნაკლებად ხართ აყოლილი. რაც შეეხება ფინანსურ და საქმიან კუთხეს, ერთი კვირის განმავლობაში პირველი რაც ამოდის, რომ რაღაც ახალი ამბები და სიახლეები გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში მართულებით საქმიან ფინანსური კუთხით, თითქოს და რაღაცა ეტაპზე დაბნეულები ხართ და ვარიანტებს არჩევთ, ან არ იცით საით წახვიდეთ, მაგრამ რაღაცა რეალური შანსი და შესაძლებლობა გამოჩნდება და წახვალთ იმ მიმართულებით, წარმატების შანსები ბევრი გაქვთ. ერთი რაც არა, თქვენ პირად პასუხისმგებლობაზე აქვს წარმატება. ან თქვენ რასაც მოინდომებთ, თქვენ რამდენი ენერგიას აჩადეთ, თქვენ რამდენი თავდაჯერებულები იქნებით, იმდენად წინწავა ფინანსურ კარიერული საკითხები. შანსები და პოტენციალი ზრდის კარგი გაქვთ, თუმცა ცოტა კრიზისი გიჩვენთ, მაგრამ გადალახავთ. ფინანსებში უფრო პოზიტიური ენერგიები ამოგდით. რაც შეეხება პირადს, პირადში მამაკაცისგან ინიციატივას ელოდეთ, ან პირიქით. შეიძლება მამაკაცებიც მიყვართ და საპირისპირო სქესისგან თუ ვინმესთან. ან შეიძლება უბრალოდ რამე ახალი დასაწყისი იყოს პირადში, ყოველ შემთხვევაში ვიღაცისგან ჩანს შემოთავაზება, რაღაცა სასიამოვნო მიმოწერა, ან კონტაქტი, ან მოსვლა, უბრალოდ ეს ბავშვური ენერგიებით მოსვლა, ვიდრე ძალიან ჩამოყალიბებული, ძალიან დაალაგებული, ცოტა შეიძლება უპასუხისმგებლო სიტუაციაც იყოს, მაგრამ თუ ახალი დაწყებულია, ან რაღაცა ახალ თავგადასავალს ელოდებით, ძალიან კარგია. არ მოიწყენთ, მაგრამ თუ უკვე აქ სერიოზული ურთიერთობა და დიდი ხანი ესე გრძელდება, მაშინ გეტყვით, რომ დიდად ამ პიროვნებისგან და ამ ურთიერთობისგან რაიმე კონკრეტული ნაბიჯს და გადაწყვეტილებას არ ელოდოთ, იმიტომ რომ აქ გაჭედილი სიტუაცია იქნება. ტრანსფორმაციები ჩანს პირადში, რო გითხრათ, საკმაოდ ბევრი ცვლილებები ჩანს, აი თითქოს და რაღაცა ურთიერთობაში ერთი ეტაპი უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ აქ რაღაცები გადასხვანაირი და რაღაცები შეიცვალა. შეიძლება ისე აღარ არის ყველაფერი თქვენს პირად ცხოვრებაში, როგორც აქამდე იყო და ანუ ხვდებით, რომ ეს ძველი ენერგიები უნდა წავიდეს თქვენგან. შეიძლება ეჭიდებით და არ გსურთ გაშვება და ეს ჩაჭიდებული და ჩაბღაუჭებული ხართ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, სამყაროს მაინც მანდეთ მიყავს სიტუაცია და თქვენ ტყუილა ძალიანდებით. ხო იცით, მორჩილი მიყვება და ურჩს მიათრევსო და გაიხდით თავს დასათრევად, აყევით ცვლილებებს. უკეთესიც კია, უფრო ახალი ენერგიები შემოვა, უფრო მეტი სიახლეები შემოვა და უფრო გათავისუფლდებით ის, რაც ნეგატიური სცენარია უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და ჩაჭერა და ჩაბღაუჭება არც ისე სასარგებლოა ხშირ შემთხვევაში. უბრალოდ გააზრება გვიჭერს ხოლმე ადამიანებს ამ ყველაფრის და რაღაცებს ვეჯაჭვებით მატერიალურ საგნებს, შეიძლება ურთიერთობებს, გგონია რომ ისეთ ადერთი და განუმეორებელია და სხვა არ შეგვხვდება. მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტა ზემოთაც დადექით ამ სიტუაციაზე როგორღაც. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჯანმრთელობით ერთი რასაც ვხედავ, რომ თუ რამე ესეთი როგორ ეძახიან საგვარეულო გენეტიკური თქვათ, რამე გაწუხებთ, ან თქვენ მშობლებს, ან თქვენს წინაპრებს, შესაძლებელია ასეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ან ოჯახის რომელიმე წევრს შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა და მამაკაცი ამოდის რატომღაც აქ პრობლემურ კუთხეში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. შეიძლება თავად თქვენ მამაკაცი თუ ხართ მიყვართ, ან უბრალოდ მამაკაცი იყოს ცოტა ასაკიანი, ან მეუღლე, ან ვიღაცა ისეთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი ხანი აწუხებს გარკვეული პრობლემები და მხოლოდ მისი
პრობლემა არ არის, აქ უფრო გენეტიკასთან შეიძლება გქონდეს საქმე და ემოციები შეიძლება იყოს მომეტებული ისე ჯანმრთელობის კუთხით და ემოციური დისბალანსები, მაგას მიაქციეთ ყურადღება, იცადეთ დაბალანსდეთ. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის. რჩევა არის ის, რომ ერთ და იგივე წრეზე ნუ გაივლითო, დროა შეცვალოთ სიტუაცია, დროა გამოხატოთ ინიციატივა, დროა აჩვენოთ თქვენი რეალური სურვილები, სამყაროს, ურთიერთობებს, სიტუაციებს, რა გსურთ რეალურად, რისკენ მისწრაფით. ყველაფერი ძველი უნდა წავიდეს და დაინგრეს თქვენ ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ახალი შემოვიდეს, ეს ერთი მომენტი და რეალურად ერთ და იგივე წრეზე ნუღა ივლით და ერთ და იგივე კარმას სათაჯერ ნუღა გაივლით და ნუღა დაატრევთ სადღაც გამოდით ამ ჩაკეტილი და მოჯადოებული წრიდანო რა ტარო გირჩევთ ასეთ რამეს და იმისთვის რომ გამოხვიდათ უნდა იბრძოლოთ, უნდა მიაქტიუროთ, არ უნდა შეგეშინდეთ არანაირი წინააღმდეგობის, არანაირი სირთული, შეიძლება სამსახურში ზოგს კონკურენციის გეშინიათ, ზოგს გეშინიათ თქვენი თავი გამოხატეთ თქვენი თავები, ასე აქტიურად ეწყოვანათ, პირდაპირ და მკაფიოდ თქვით სათქმელი. ნებისმიერ სფეროში, სადაც ახლა გაჭედილები ხართ, მოარგეთ თქვენს თავს, იქ უნდა გამოიჩინოთ ძლიერი მძლავრი ინიციატივები. პირადი გაშლებისთვის მომწერეთ, შეგიძლიათ Facebook მაყურებელმა შეტყობინებაში მომწეროთ Facebook გვერდზე, ან WhatsApp-ზე, ან Viber-ზე, ნომერი მითითებულია დაბლა ვიდეოსთან. გისურვებთ ბედნიერ წარმატებულ სიყვარულით, სიხარულით აღსავსე კვირას. მადლობა ყურადღებისთვის.